ამას რომ ლაპარაკობდა ერთმა ფარისეველმა სთხოვა, მასთან ესადილა, შევიდა და სუფრას მიუჯდა. ფარისეველს გაუკვირდა, როცა დაინახა, რომ მან არ დაიბანა სადილის წინ. უთხრა მას უფალმა: ახლა თქვენ, ფარისეველნო, სასმისსა და საინს გარედან ასუფთავებთ. თქვენი შინაგანი კი სავსეა მტაცებლობით და ბოროტებით. უგუნურნო, განა გარეგანის შემქმნელმა არ შექმნა შინაგანიც. არამედ გაეცით მოწყალება, რაც შიგნითაა და აჰა, ყველაფერი სუფთა გექნებათ. მაგრამ ვაი თქვენ, ფარისეველნო, რომ გამოყოფთ პიტნის, ტეგანისა და ყოველნარი ბოსტნეულის მიათეთს და გვერდს უქცევთ ღვთის სამართალსა და სიყვარულს. ეს უნდა გაგეკეთებინათ და არც ის უნდა დაგეტოვებინათ. ვაი თქვენ, ფარისეველნო, რომ გიყვართ პირველ ადგილზე ჯდომა სინაგოგებში და მოსალმებანი მოედნებზე. ვაი თქვენ, რადგან ხართ უჩინარი სამარხებივით, რომლებზეც ადამიანები დადიან და არ კი იციან. ამაზე ერთ-ერთმა რჯულის მცოდნემ უთხრა: მოძღვარო, ამას რომ ამბობ, ამით ჩვენს გვაყენებ შეურაცხყოფას. მან კი უთხრა: ვაი თქვენს, რჯულის მცოდნენო, რომ აჰკიდებთ ადამიანებს მძიმე ტვირთს, თვითონ კი იმ ტვირთს თითსაც არ აკარებთ. ვაი თქვენ, სამარხებს რომ უშენებთ წინასწარმეტყველთ, რომელნიც თქვენმა მამებმა დახოცეს. ამით თქვენ ადასტურებთ თქვენი მამების საქმეებს და ეთანხმებით მათ, ვინაიდან მათ დახოცეს წინასწარმეტყველნი, თქვენ კი მათ სამარხებს უშენებთ. ამიტომ თქვა ღვთის სიბრძნემ, მიუვლენ მათ წინასწარმეტყველებსა და მოციქულებს და მათგან ზოგს დახოცავენ, ზოგს განდევნიან, რათა ამ მოდგმას მოჰკითხოს ყველა წინასწარმეტყველის სისხლი, რაც ღვთისმშობლის შექმნიდან დაღვრილა. აბელის სისხლიდან მოყოლებული ზაქარიას სისხლამდე, რომელიც სამსხვერპლოსა და ტაძარს შორის დაიღუპა. აჰა, გეუბნებით, ამ მოდგმას მოჰკითხავენ. ვაი თქვენ, რჯულიც მცოდნენო, რომ წარიტაცეთ ცოდნის გასაღები, არც თქვენ შეხვედით და შემსვლელების დააფრკოლეთ. როცა ამას ეუბნებოდა მათ, წიგნობრებმა და ფარისევლებმა დაუწყეს დიდად შევიწროება და ბევრი სალაპარაკოდ გამოწვევა. თან მახეს უგებდნენ, რომ გამოეჭირათ ნათქვამში.